რა სქემით მუშაობდა აქციების დროს NGO სექტორი, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რა თანხა გადაიხადა საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, რომლის თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილია და ასევე ნანუკას ფონდმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ფიზიკური პირებისთვის გამოწერილი ჯარიმების დასაფარად და პატიმრებისა და მათი ოჯახებისთვის. კონკრეტულ დეტალებს სოფო ბერიძე გვეტყვის, ის გვიერთდება პირდაპირ ეთერში. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ნანუკას ფონდის მიერ ჯარიმებში პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გადახდილია 192,312 ლარი, აქედან 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 20 მარტამდე 153,601 ლარი. საქმის მასალებში დევს კიდევ ერთი ორგანიზაციის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ იგივე მიზნისთვის გახარჯული თანხების ოდენობა. Ამ შემთხვევაში საუბარი არის 50,200 ლარზე და მათ შორის 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 20 მარტამდე ამ ორგანიზაციას იგივე მიზნისთვის გადახდილი აქვს 7,000 ლარი. ბუნებრივია, ჩვენ შევეცადეთ ორივე ორგანიზაციის ხელმძღვანელთან დაკავშირებას მათი მოსაზრების მოსასმენად, თუმცა ამ ეტაპზე არც ერთ მათგანთან დაკავშირება არ არის შესაძლებელი. ქართული ოცნება კი ამბობს, რომ კანონდარღვევი დემონსტრანტების კანონიერი სასჯელისგან თავის არიდების მიზნით დაფინანსება მათი ძალადობრივი ქმედებების გაგრძელების საშუალებას აძლევს. ოპოზიცია კი არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ რომლებიც პროკურატურამ დააყადაღა, ურჩევს, რომ როგორმე 4 ოქტომბრამდე გაუძლონ. ეს ყველაფერი მალე დამთავრდება და ამიტომ NGO-ებსაც მოუწევთ ალბათ, რომ 4 ოქტომბრამდე გაუძლონ. შეიძლება ადამიანს ხელი გაუმართოს რაღაც ფონდმა, თუნდაც გადაიხადოს ჯარიმა, მაგრამ ამოცანა და დანაშაული სხვა რამეში მდგომარეობს. ანუ შენ ფინანსური რესურსის მობილიზებას აკეთებ. არა იმიტომ, რომ თუ კი ვინმე ოდესმე იქნება დაჯარიმებული, მას ამოუდგე პოლიტიკურად ხარში. ანუ შენ თვითონ გეგმავ დანაშაულებას, შენ თვითონ გეგმავ დესტაბილიზაციას, შენ გეგმავ ექსტრემიზმს, შენ გეგმავ სისხლისღვრას და ამისთვის ფინანსურ რესურსს უყრი თავს. დღესაც ღიად აცხადე მე, რომ პიროტექნიკის შესყიდვა კვლავაც იქნება დღის წესრიგში, კვლავაც ესვრიან პოლიციელებს. ნახეთ ოფიციალურად გამოქვეყნებული შესაბამისი დოკუმენტები იმისა, თუ როგორ იძენდნენ კონკრეტული ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აქციებისთვის იმ სახის ეკიპირებას, რომელიც არა მშვიდობიანი აქციისთვის, არამედ პირიქით ძალადობრივი, ძალმომრეობრივი აქციისთვის არის საჭირო. ძალიან ლოგიკურია, როდესაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედების გამო პროკურატურა საბოტაჟის მუხლით აღძრავს საქმეს და მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება. საბოტაჟის საქმის ფარგლებში, როგორც უკვე იცით, 2 დღის წინ საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე პროკურატურამ 7 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ 2024 წლის განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციების დროს ეს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები გასცდნენ მათივე წესდებით გაწერილ მიზნებს და ფინანსები პროკურატურის განცხადებით მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს მოახმარეს.